სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკვანძო რგოლს მექანიზაცია წარმოადგენს, რაც გულისხმობს მოსახლეობის მომსახურებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, ტექნიკაზე სერვისული მომსახურების გაწევას, რემონტს, ნაწილებით უზრუნველყოფას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. სოფლის მეურნეობის განსაკუთრებით კი კომერციული სოფლის მეურნეობის სექტორის აქტიურ ზრდასთან ერთად მექანიზაციის საჭიროება სულ უფრო აქტუალური ხდება. მექანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის საქმეში, უზრუნველყოფს პესტიციდების ჯიშიანი და მაღალხარისხიანი თესლეულის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი კულტურების დანერგვას. მექანიზაცია ხელს უწყობს ფერმერებს ხარისხიანად ჩაატარონ საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოები. იქნება ეს ხვნათესვა, ჰერბიციდებით ნათესების დამუშავება, კულტივაცია, ფარცხვა, მინერალური სასუქების შეტანა თუ მოსავლის დროულად და უდანაკარგოთ აღება. ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე დამონტაჟებული GPS მოწყობილობების შესაძლებლობას იძლევა ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდეს თითოეული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა. განისაზღვროს ტექნიკის ზუსტი ადგილმდებარეობა, შესრულებული სამუშაოს მოცულობა და განვლილი მანძილი, წინასწარ დაიგეგმოს და სამუშაოებელი ფართობების თანმიმდევრობა და განისაზღვროს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ფერმერისათვის ხელმისაწვდომი იყოს საჭირო მექანიზაცია ისეთ ფასად, რომელიც მნიშვნელოვნად არ გაზრდის საბოლოო პროდუქციის დანახარჯებს და არ შეამცირებს მის კონკურენტუნარიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.